რამდენიმე სიტყვა ბედისწერის შესახებ. ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრია ესეთი ადამიანი, რომლებსაც ეგრეთ წოდებული ბედისწერის სჯერა. მოდი ასე ვთქვათ, თუ კი ჩემი ბედია, პირველ პირში ვისაუბრებ, წინასწარ არის განსაზღვრული, რომ მე უნდა ჩავედინო ცუდი საქციელები, ანუ ბოროტება უნდა ჩავედინო და შესაბამისად, როდესაც წავდგები უფლისწინაშე უნდა დავისაჯო, ეს არის სრული უსამართლობა ღვთისგან დადგენილი, რადგან თუ კი მე წინასწარ განსაზღვრული მაქვს, ჩემი ქმედება როგორ უნდა იყოს, მაშინ სასჯელი უსამართლოა. და პირიქით, თუ კი წინასწარ განსაზღვრული მაქვს მე, რომ მე უნდა ვიცხოვრო კეთილი ცხოვრებით და როდესაც წავდგები უფლისწინაშე, მე შესაბამისად უნდა მივიღო ჯილდო, ანუ 60-ში უნდა მოხვდე, უნდა ვცხოვრდე, ესეც ასევე არის უსამართლობა, იგივე მსგავსი უსამართლობა, როგორც პირველი ვარიანტია. თუ კი ადამიანს წინასწარ აქვს განსაზღვრული, როგორ უნდა იცხოვროს მან, როგორ უნდა იყოს ის, კეთილი თუ ბოროტი, მისი ამ სიცოცხლის დამთავრების შემდგომ მისი სასჯელი, ამ სიცოცხლეშივე მის მიმართ გამოვლენილი სასჯელი, ან ჯილდო პირიქით, არის უსამართლობა. შესაბამისად, ბედისწერას ჩვენ მივყავართ იმ ლოგიკამდე, ბედისწერის ლოგიკას მივყავართ იქამდე, რომ ღმერთს მივიჩნევთ უსამართლოდ. რაც ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია, ღმერთი არ არის უსამართლო, ღმერთი სამართლიანია. ბედისწერაზე შეიძლება ითქვას ასევე, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ აი მაგალითად ზოგი მდიდარია, ზოგი ღარიბია, ზოგი ფიზიკურად სუსტი დაიბადა, ეს ხო წინასწარ განსაზღვრული ქონდა მას. მინდა გითხრათ, მეგობრებო, რომ ნებისმიერი სახის წინაღობა, რომელიც ადამიანს აქვს წინ, უარყოფითი და დადებითი. მოდი ასეთი კლასიფიკაციით გავყოთ ეს წინაღობები, ან დამკოლებები, ან თქვა ცხოვრებისეული პრობლემები, უარყოფითი და დადებითი. ნებისმიერი სახის უარყოფითი წინაღობა, რომელიც ხდება ადამიანს წინ, თუ კი მას შეხვდება ამ წინაღობას, ანუ ადამიანი შეხვდება ღვთისადმი მორჩილებით და იცხოვრებს ისე ამ წინაღობას ამ მიმართებაში, როგორც ეს უფალმა დაარიგა, ეს წინაღობა ადამიანისთვის იქცევა წარმატების საფუძვლად. პირიქით, წარმატების საფუძვლად ამ წინაღობის მეშვეობით ადამიანის შეუძლია ცხონდეს, გამართლდეს უფლისწინაშე. ან პირიქით, ნებისმიერი სახის ჯილდო, ეს ფიზიკური ძალა, სილამაზე, ფინანსები თუ ასე შემდგომ, რაც ამსოფლიური სიმდიდრეებია, რომელიც მიეცა ადამიანს, თუ კი ამ სიმდიდრეებს ის შეხვდება მედიდურობით, ამპარტავნებით, ანუ მასთან დამოკიდებულება არ იქნება ღვთის მორჩილებით განპირობებული, მაშინ ესეთი წარმატება ადამიანს ექცევა სასჯელად, ანუ როდესაც წარდგება უფლისწინაშე, ის გარდაულად დაიჟება. ესე იგი, ადამიანი საკუთარ ბედს თვითონ წყვეტს და არავითარი გარემო პირობები მის ბედს არ განსაზღვრავს, უფრო მეტიც მას თვითონ შეუძლია ადამიანს განსაზღვროს საკუთარი ბედის მდგომარეობა. მთავარი ისაა, ადამიანს სად უნდა რომ გადარჩეს, სად უნდა რომ კარგად იყოს ამ სოფელში თუ იმ სოფელში, ანუ წამს თუ არა მას სულის უკდავება, წამს თუ არა მას ღმერთთან წარდგინების გარდაუვალობა. თუ კი მას უნდა ცხონება, თუ კი მას უნდა ღმერთთან გამართლება, ის ცხოვრობს ისე წინაღობის დროს თუ წარმატებების დროს, ჯილდოს დროს თუ სასჯელის დროს ცხოვრობს ისე, ყოველ შემთხვევაში ცდილობს იცხოვროს ისე, რომ ღმერთის წინაშე იყოს მართალი. შესაბამისად, ასეთი ადამიანი გარდაულად ცხონდება. რატომ არიან ამდენი რაოდენობის ადამიანი, რომლებსაც ბედისწერი ჯერა? სინამდვილეში ამის ძირეული მიზეზი არის უპასუხისმგებლობა. ძალიან ადვილია უპასუხისმგებლო ცხოვრება ამ სოფელში, რას გულისხმობ? სარწმუნოება ჩვენ გვავალდებულებს ვიყოთ პასუხისმგებლიანი ადამიანები. ჩვენი ბედი თუ კი, ჩემი ბედი თუ და ჩემი მომავალი, ჩემი ცხონების თუ წარწმენდა თუ ჩემზეა დამოკიდებული, ესე იგი მე უნდა რაღაც პასუხისმგებლობა ვიკისრო.
ღმერთის წინაშე, ჩემი თავის წინაშე, ჩემს სიბრუყოფი ადამიანების წინაშე. ხოლო თუ კი მე არ მექნება ეს პასუხისმგებლობა, ძალიან მარტივია, რამე სახის გადაცდომა იქნება თუ სხვადასხვა უარყოფითი ქმედებები ჩემი დავაბრალო სხვა გარემოებას. ეს ბედი იქნება, ღმერთი იქნება თუ ასე შემდეგ. უფრო მეტად ბედი. აი ასეთი ბედი მქონია და ასე შემდეგ. სინამდვილეში ეს არის პასუხისმგებლობიდან გაქცევა. დაგლოცოთ და გაგახარულთ და გაგაზიაროთ მაღალ ღმერთს. ჩვენი გადასაწყვეტია მეგობრებო, ვიქნებით პასუხისმგებლიანები უფლის წინაშე, ანუ მორწმუნენი და ასევე ვიქნებით უპასუხისმგებლოები, თუ ანუ ბედის მოიმედენი. დაგლოცოთ და გაგახარულთ მაღალ ღმერთმა. მე გირჩევთ, იყავით პასუხისმგებლობით, იცხოვრეთ პასუხისმგებლობით და ანუ იყავით მორწმუნენი ღვთისა და უფლისა. მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამინ.